იმისათვის რომ გავიგოთ ჩვენი ენერგეტიკული მდგომარეობა, ამისათვის არსებობს სპეციალური ტესტი, რომელზე პასუხების გაცემისას შევკრიბავთ ქულებს და ამ ქულების მიხედვით გავიგებთ, ესე იგი, რომელ ენერგეტიკულ დონეზე ვართ. პირველი პუნქტი. ხშირად მწყინს განვიცდი იმედგაცრუებას და ცხოვრების უსამართლობის გამო გულის ტკენას. პასუხები. თუ ეთანხმებით -1, მეტნაკლებად 0, არა 1, არასოდეს, ანუ კატეგორიული 2 ქულა. მეორე პუნქტი. საკმაოდ კომპლექსიანი ვარ, ძალიან მატუხებს, რას ფიქრობენ ჩემზე. პასუხები. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მესამე. ჩემი სხეული არ მომწონს და სიშიშვლის მრცხვენია ქალებთანაც კი. პასუხები. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მეოთხე პუნქტი. სექსის დროს ვაქრობ შუქს, რომ მამაკაცმა შიშველი არ დამინახოს. პასუხები. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მეხუთე. ხშირად ვიხრები მხრებში, ან ზოგადად მოხრილი ვარ. პასუხები. ანუ მოხრილი აღნაგობით, ხო? პასუხები. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მეექვსე. საჯაროდ ჩემი აზრის გამოთქმა მიჭირს და ბევრჯერ დაფიქრდები, სანამდე გამოვთქვა. პასუხები. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მეშვიდე პუნქტი. ჩემი განწყობა, სიტყვები და ქმედება ზეგავლენას ახდენს 1-დან 10-მდე ადამიანზე, ქულა -1. 10-დან 50 ადამიანზე 0 ქულა. 50-დან 100 ადამიანზე 1 ქულა. 100-ზე მეტ ადამიანზე დაიწერეთ 2 ქულა. მერვე პუნქტი. შემიძლია საკუთარი თავის დაკმაყოფილება და ორგაზმამდე მიყვანა. არასოდეს -1 ქულა. შემთხვევით გავაკეთე და შემრცხვა 0 ქულა. ხანდახან ამას ვაკეთებ 1 ქულა. ხშირად 2 ქულა. მეცხრე. მამაკაცთან სექსისას განვიცდი ორგაზმს. პასუხები. არასდროს -1 ქულა. კლიტორალური ორგაზმი მაქვს მხოლოდ 0 ქულა. მაქვს ვაგინალური ორგაზმი. ან თუნდაც ჯეწერტილის ორგაზმი, ხო, ანუ ქალური ორგაზმი ქვია ამას. 1 ქულა. და ხშირად მაქვს ორგაზმი, ან ყოველთვის მაქვს ორგაზმი. ქალური ორგაზმი, აღუნდათ და არა კლიტორალური, 2 ქულა. მეათე პუნქტი. ხშირი კონფლიქტები მაქვს ოჯახთან, ოჯახის წევრებთან. ვეთანხმები -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. მე-11. შემიძლია დედაჩემს ვუწოდო ბედნიერი ქალი. არა -1. უფრო არა ვიდრე კი 0. კი 1. ძალიან 2 ქულა. მე-12. დედასთან მაქვს თბილი ურთიერთობები. პასუხები. არა -1 ქულა, უფრო არა 0 ქულა, კი 1 ქულა, ძალიან თბილი 2 ქულა. მე-13. მამასთან მაქვს თბილი მეგობრული ურთიერთობა. პასუხები. არა -1, უფრო არა 0, კი 1, ძალიან 2. მე-14. ბავშვობაში მამა თავს მევლებოდა მანებივრებდა. არა -1, უფრო არა 0, კი 1, ძალიან 2. მე-15. ჩემი მატერიალური მდგომარეობა იდეალური, ფული, თავი, ჩემი მატერიალური მდგომარეობა, ხო? ფული თავისი ჩემომდის და იმდენია, რამდენიც მინდა. პასუხები. ფული ცოტაა და არ ყოფნის -1, ფული მაქვს, მაგრამ არ ყოფნის 0, ყოფნის 1, ფული მაქვს საკმარისად და საკმარისზე მეტი 2 ქულა. მე-16. ჩემი კარიერა მახარებს, კარგი სპეციალისტი ვარ, ჩემს დარგში და მაფასებენ. არა -1, უფრო არა ვიდრე კი 0,
კი 1 ძალიან 2. ჰობი, რითაც სიამოვნებას ვიღებ, ეს მე-17 პუნქტია. პასუხები: არა -1, მაქვს, მაგრამ დრო არ მაქვს 0, კი ხანდახან ვაკეთებ 1, ხშირად 2. მე-18 დაძაბულობის და თაღლის შემდეგ ადვილად შემიძლია მოდონება და ძალების მოკრება. არა -1, უფრო არა 0, კი 1 ძალიან 2. მე-19 ხშირად ვანებივრებ ჩემს თავს სპა პროცედურებით, მასაჟით. პასუხები: არასოდეს -1, იშვიათად 0, ხანდახან 1, ხშირად 2. მე-20 წინა ურთიერთობები მახსენდება, ანუ მამაკაცთან, პარტნიორთან. ტკივილითა და აგრესიით -1, ვცდილობ არ გავიხსენო 0, მახსენდება ნეიტრალურად 1, მახსენდება თბილად, მადლიერებით და სიყვარულით 2 ქულა. 21 წარსული მარცხი ეხლაც ტკივილს მაყენებს. პასუხები: დიახ -1, მეტნაკლებად 0, თითქმის არა 1, არასოდეს 2. 22 სანამ ცოცხალივე რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი რომ გავუმკლავდები. პასუხები: არა -1, არ ვარ დარწმუნებული 0, იმედი მაქვს რომ შევძლებ 1, ნამდვილად შევძლებ 2. 23 6 თვეზე მეტი ვარ სექსის გარეშე. და პასუხები ამაზე: საერთოდ არ მინდება -1, ცოტა დისკომფორტი მაქვს 0, მინდა და მზად ვარ ნებისმიერთან -1, მინდა მაგრამ ჩემს ან სასურველ მამაკაცს დაველოდები. 2 ანუ როდესაც 6 თვე არ გაქვს სექსი, ხო ამ შემთხვევაში რა პასუხები გაქვს? 24 სექსი არ გქონია და არც მინდა რომ მქონდეს. ან მაქვს და არაფერს განვიცდი და სულ ერთია. ქულა -1 არ მქონია 6 თვე და მეტი, მაგრამ მინდა 0. მაქვს და კიდევ უკეთესი მინდა 1 ქულა, მაქვს და კმაყოფილი ვარ 2 ქულა. 25 კაცთან ურთიერთობაში მინდა ვაჩვენო რომ მე უფრო მაგარი ვარ. პასუხები: კი -1, ხშირად ასე გამოდის 0, ხანდახან 1, არასდროს 2. 26 პუნქტი ხშირად ვიღებ მამაკაცისგან ყურადღებას, საჩუქრებს და მზრუნველობას. არასდროს -1, იშვიათად 0, ხანდახან 1, ხშირად 2. 27 ჩემთან სექსის შემდეგ მამაკაცი ქრება. დიახ -1, არ ვიცი სექსის არ ქონია 0, ზოგჯერ 1, არასდროს 2. 28 იდეალური ჯანმრთელობა მაქვს. არა -1, მეტნაკლებად 0, თითქმის კი 1, დიახ 2. ანუ ეხლა რომ დავითვლით ამ ქულებს, ხო? ეხლა ეს ჩამოწერეთ რა დონე რამდენ ქულას შეესაბამება. -28-დან 0 ეს არის პირველი ენერგეტიკული დონე, 1-დან 20-მდე არის მეორე ენერგეტიკული დონე, 21-დან 30-მდე მესამე, 31-დან 40-მდე მეოთხე, 51-დან 50-მდე მეხუთე, 51-დან 56-მდე მეექვსე და 57 თუ ხართ ან მეტი, ეს არის მე-7 დონე. ამაზე დაგემშვიდობებით, დანარჩენზე შემდეგ ვისაუბრებთ.